გაგრძელება იქნება. და ეს როგორ მოხდა? ეს მე გამომივიდა ასე? საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი რუსეთის სანქტ-პეტერბურგში დღეს დაიწყო მასიური უკრაინული დრონების შეტევით, რომლებმაც ქალაქი ხანძრის ადგილად აქციეს. უკრაინულმა შორ მანძილზე მოქმედმა უპილოტოებმა 1000 კილომეტრზე მეტი დაფარეს და დაარტყეს სანქტ-პეტერბურგის ნავთობის ტერმინალს, ასევე ინფრასტრუქტურას კრონშტადტის რაიონში. თავდასხმა გაგრძელდა ღამის 2-დან დილის 7 საათამდე, როცა პირველი სტუმრები უკვე პომპეზურად მიემართებოდნენ ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე. შედეგად გაირკვა, რომ უკრაინულმა დრონებმა დააზიანეს რუსული კორვეტი ბოიკი, რომლითაც პირადად ვლადიმირ პუტინი ამაყობდა. საინტერესოა, რომ რუსულმა მედიამ საერთოდ არ გააშუქა ეს თავდასხმა, თუმცა ზოგიერთი მათგანი დილიდან აშკარად ნასვამი იყო. მომხიბლელია. მომხიბლელები Очаровательная. მომხიბლელია პეტერბურგის ამინდი დღეს პეტერბურგში. ეხლა პეტერბურგში 22 გრადუსია, იქნება თუ არა უფრო თბილი. იცით, აქ ფორუმზე ისედაც უფრო თბილა, რადგან საინვესტიციო ფონდი სრულ წესრიგშია. შედეგად პეტერბურგი დაფარულია სქელი შავი კვამლით. ხოლო ვლადიმერ პუტინის გამოსვლა ფორუმზე, სადაც ის ხვალ უნდა ჩავიდეს, დაჩრდილულია უკრაინული შეტევით. და კიდევ ერთხელ აჩვენა ყველას, რომ უკრაინული უპილოტოებისგან ვლადიმერ პუტინი ვერ ახერხებს დაცვას ვერც მოსკოვის და ვერც პეტერბურგის. უკვე აღარაფერს ვამბობ დანარჩენ რუსულ ქალაქებზე. ამიტომ კრემლში ახალი ლეგენდა გამოიგონეს. აღმოჩნდა, რომ მოსკოვი ამ ომს უკრაინის წინააღმდეგ სწორედ იმისთვის აწარმოებს, რომ უკრაინამ არასოდეს შეუტიოს რუსეთს, როგორც დღეს პეტერბურგს შეუტია. მოგახსენეთ რუსებს, რომ 2022 წლამდე რუსეთში საერთოდ არაფერი მიფრინავდა. მე მქვია ალექსი ეპეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი, დაალაიქეთ, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი, Pechi News-ი. ბმული აღწერაშია ამ ვიდეოს ქვეშ. კადრი დავიჭირე, ხო? ой, კიდევ იწვის. გადავიდე. ასე რომ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნა წელს პეტერბურგის ქალაქის პეიზაჟები დაამახსოვრდებათ, რომელიც დილიდანვე შავი კვამლის ღრუბლებით იყო დაფარული. 3 ივნისის ღამეს უკრაინულმა უპილოტოებმა რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქი დაარტყეს. დასმა გაგრძელდა ღამის 2-დან დილის 7 საათამდე და ადგილობრივი ჩინოვნიკების ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში 50 უპილოტო აპარატი იქნა ჩამოგდებული. აფეთქებების ხმა ისმოდა სანქტ-პეტერბურგის ადმირალტეისკის, ვასილეოსტროვსკის, პრიმორსკის და კრასნოსელსკის რაიონებში. კიროვის რაიონში თავდასხმის შედეგად სანქტ-პეტერბურგის ნავთობის ტერმინალი ცეცხლი გაუჩნდა. მას აქვს 12,5 მილიონი ტონა წლიური გამტარიანობა და მოიცავს 21 რეზერვუარს ნავთობპროდუქტების შესანახად. სხვათა შორის საწარმოს სტრატეგიული ობიექტის სტატუსი აქვს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების მიზანია სრულად შეაჩეროს ნავთობის ნებისმიერი გაპიდვა და დატოვოს რუსეთი ნავთობით ვაჭრობისა და ომისთვის ფულის შოვნის შესაძლებლობის გარეშე. ტერმინალზე თავდასხმა მოხდა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნის დღეს, რომელიც 3-დან 6 ივნისამდე გაიმართება. სწორედ ამ ფორუმზეა დაგეგმილი გამოსვლა ვლადიმერ პუტინის, მაგრამ ეხლა მას მოუწევს ამ თავდასხმაზე საუბარი და არა იმაზე, თუ რამდენად მიმზიდველია რუსეთი ინვესტიციებისთვის. ნათელია, რომ იმ ფონზე, როცა ფორუმის გახსნისას პეტერბურგში დრონები დაფრინავდნენ, ვინმე სულელი თუ ჩადებს ინვესტიციას ასეთ ეკონომიკაში. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გამოიტანონ გაველურებული რუსები და მათზე ფული იშოვონ, როგორც მეხუთე სამყაროს უბრალო მცხოვრებლებზე, არც კი მესამე სამყაროს. ექსპო ფორუმი. ფორუმი, სადაც ეს ღონისძიება ტარდება, 17 კილომეტრში მდებარეობს ნავთობის ტერმინალიდან, რომელიც დარტყმის ქვეშ მოექცა. დრონების თავდასხმის ფონზე პულკოვოს აეროპორტში 29-ზე მეტი რეისი შეაყოლნეს. და აი სატელიტურმა სურათებმა სანქტ-პეტერბურგიდან დააფიქსირეს დიდი კვამლის ღრუბელი პორტის ზონაზე. მას შემდეგ, რაც უკრაინულმა შორ მანძილზე მოქმედმა დრონებმა დაარტყეს პეტერბურგის ნავთობის ტერმინალს.
ნავთობის ობიექტის გარდა სამიზნე გახდა ინფრასტრუქტურის ობიექტები შეერთებულ შტატებში, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო საქმიანობასთან. მაგრამ საინტერესოა, რომ დღეს მთელი პეტერბურგი კვამში იყო და ადგილობრივები რატომღაც, გაუგებარია რატომ, მაგრამ რატომღაც არ განიხილავდნენ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს, არამედ აფეთქებებს და კვამს ქალაქის თავზე. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უბრალოდ სიმბოლური დარტყმა იყო იმის საჩვენებლად, რომ ეკონომიკური ფორუმი უსაფრთხოდ ვერ ჩატარდება და ასე შემდეგ. არავი. თითქოს თბილი კვამლი იყო. ხო, თბილი კვამლოვანი. თბილი უფასოდ. კორექტორი A კულაკოვა. 1 2 3. უბრალოდ მკაცრად. მაგრამ არ ღირს ფიქრი, რომ ეს უბრალოდ სიმბოლური დარტყმა იყო იმის საჩვენებლად, რომ ეკონომიკური ფორუმი უსაფრთხოდ ვერ ჩატარდება და ასე შემდეგ. ეს ასე არ არის. საქმე იმაშია, რომ თავდაპირველად დაარტყეს ნავთობის ტერმინალს. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დააზიანეს გემები და ინფრასტრუქტურის ობიექტები კრონშტადტის პორტში, ლენინგრადის ოლქში, რუსეთის ფედერაციაში. და აი უპილოტო სისტემების მეთაურმა მადიარიმ აჩვენა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დაზიანდა რუსული კორვეტი ბოიკი. გემი იდგა მშრალ დოქში კრონშტადტის სამხედრო საზღვაო ბაზის ტერიტორიაზე. უკრაინიდან 1100 კილომეტრში. გემი იდგა მშრალ დოქში კრონშტადტის სამხედრო საზღვაო ბაზის ტერიტორიაზე, უკრაინიდან 1100 კილომეტრში. სანამ ამ კადრებს ნახავთ, აღნიშნავ, რომ კრონშტადტის საზღვაო ქარხანა, რომელიც უკრაინულმა უპილოტოებმა დაარტყეს, ბალტიის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ტერმინალია. მას აქვს 21 რეზერვუარი ნავთობპროდუქტების შესანახად და გადატვირთვისთვის. მაგრამ დაარტყმა სამხედრო გემების სადგომსაც შეეხო. ეხლა გივნახოთ, რამდენად ეფექტურად დაარტყეს უკრაინულმა უპილოტოებმა რუსულ გემებს. მე უნდა აღვნიშნო, ეს აჩვენებს უკრაინის შესაძლებლობას, რომ დაარტყას ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ობიექტებს, თუნდაც საკმაოდ დიდ მანძილზე. ბოიკი არის საბრძოლო გემი რუსეთის ფედერაციის ბალტიის ფლოტის, რომელიც აშენდა 2011 წელს და ფლოტის შემადგენლობა შევიდა 2013 წლიდან. ის ეკუთვნის პროექტ 20380 და არის მართვადი სარაკეტო შეიარაღების მატარებელი. ეს გემი გამოიყენებოდა ნატოს საზღვრებთან ახლოს მოქმედებებისთვის და რაც მთავარია, რუსეთის ჩრდილოვანი ნავთობის ფლოტის ტანკერების თანხლებისთვის. გახსენებთ, რომ წელს ან გასული წლის ბოლოს რუსები ზოგადად ავრცელებდნენ პროპაგანდისტულ ვიდეოებს იმის შესახებ, თუ როგორ იცავს ეს კორვეტი ბოიკი რუსეთის ფედერაციის უკანონო ჩრდილოვანი ფლოტის გემს ნატოს გემებისგან. და წერდნენ, რომ ნატოში ყველა უბრალოდ კანკალებს, როცა ამ კორვეტ ბოიკს ხედავენ. როგორც ჩანს, უკვე აღარ კანკალებენ. და აღნიშნავ, რომ ამ წლის თებერვლიდან ეს კორვეტი გეგმიურ რემონტზე იდგა. ასევე გასულ ღამეს თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა ქალაქი მიჩურინსკი. ეს უკვე ტამბოვის ოლქშია. დრონების სამიზნე გახდა ქარხანა პროგრესი, რომელიც აწარმოებს ავიაციისა და სარაკეტო ტექნიკის მართვის სისტემების აღჭურვილობას. ეს საწარმო უკვე დაექვემდებარა თავდასხმებს მიმდინარე წლის თებერვალში, 2025 წლის ივნისში და 2024 წლის დეკემბერში. საინტერესოა, რომ რუსეთის ფედერალური ტელეარხებმა დღეს ჩუმად მიჩქმალეს უკრაინული დრონების თავდასხმა პეტერბურგზე. ყველა ახალი ამბების გამოშვებაში მთავარ თემად, რა თქმა უნდა, პეტერბურგში გამართული საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმები და ახლო აღმოსავლეთში ახალი გამწვავება დასახელდა. აი ეს უფრო მნიშვნელოვანია რუსებისთვის. ამავე დროს ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტი დიმკა პისკოვი დღეს ჟურნალისტებს ესაუბრებოდა.
მას თხოვეს აეხსნა, როგორ აპირებს მოსკოვი უპასუხოს დრონების თავდასხმას სანქტ-პეტერბურგზე. მაგრამ პისკოვი აქ ცოტა დაბნეული ჩანდა. შემდეგ მისი ციტატა. მინდა შეგასცემოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ჩვენი პასუხები იქნება სისტემატური და სისტემური ხასიათის. ისინი ფაქტობრივად უკვე სისტემური ხასიათისაა. წერტილი. მაგრამ შემდეგ პისკოვმა გაგვაოცე. ამბობს, რომ თურმე თუ თქვენ არ იცოდით, რუსეთმა ომი უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, იმისთვის რომ ციტატა გამოერიცხა შორ მანძილზე დართმევი საკუთარ ტერიტორიაზე. და პარადოქსი ისაა, რომ ეს დაუბანელი რუსები ამას ნამდვილად იჯერებენ. მართლა იჯერებენ. ამბობენ, ხო, ომი უნდა გავაგრძელოთ, რომ უკრაინამ არ შეუტიოს რუსეთის ქალაქებს. მაგრამ საერთოდ არ ახსოვთ, რომ სწორედ რუსებმა დაიწყეს ეს ომი. და რომ 2022 წლამდე რუსეთის ტერიტორიაზე საერთოდ არაფერი დაფრინავდა. წარმოდიეთ, არც რაკეტები, არც უპილოტოები. საერთოდ არაფერი. საერთოდ არაფერი ხდებოდა მანამდე, სანამ გაველურებულმა რუსებმა არ გადათქვიდეს უკრაინაზე თავდასხმა. და ეხლა ამავე გაველურებულ რუსებს ასმენენ, რომ ომი უნდა გაგრძელდეს, რათა უკრაინამ არ შეუტიოს რუსეთის ქალაქებს. და ისინი ამბობენ, ხო, აი ეს არის ნამდვილი მიზანი სპეციალური სამხედრო ოპერაციის. და ბოლოს მინდა გაჩვენოთ ერთი მოკლე ვიდეო დღევანდელი ფორუმიდან პეტერბურგში. რომ გაიგოთ, რატომ არის საჭირო რუსების დაშინება ასეთი დრონების დართმებით, უბრალოდ ყოველდღე რომ ბოლოს და ბოლოს გონს მოვიდნენ. უბრალოდ მოусმინეთ, რას გეგმავენ ეს გაველურებული რუსები უახლოეს და მომავალ წლებში. 1931 წელს სუდის სცენარის შემთხვევაში ჩვენ გველოდება მარცხი სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში და დაპირისპირება დასავლეთთან. 1950 წელს რუსეთის კოლონიზაცია. კარგი სცენარის შემთხვევაში. კარგი. ჩვენ გვაქვს გამარჯვების ნათელი ხედვა იდეოლოგიურ ომში, პროგნოზირებისა და პროექტირების საფუძველზე. ჩვენ გვაქვს კიევის, ოდესის, ხარკოვის და ასე შემდეგის მიერთება. ევროკავშირის დაშლა და 1950 წელს სოფლიო უსაფრთხოებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში ლიდერობა. მოდი დაბრუნდეთ ინერციულ სცენარზე. ორი სლაიდი თუ კანტიახ. დიახ, მაგრამ ბირთვული იარაღის გამოყენებას ჩვენ ინერციულ სცენარად არ მივიჩნევთ. ამას კარგ ვარიანტად ვთვლით. ამიტომ ეს აქ არ ყოფილა. აქ წერტილებს დავაკანებთ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის ვილაქს და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატით, ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. ამისთვის მადლობას გეტყვით. ამით დასრულდა. იზუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.